დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ ახალ სტუდიაში ახალი კონცეფციის და ახალი ელემენტების გათვალისწინებით გიზიარებთ ინფორმაციას და ყოველთვის ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის, რაც ტრადიციულად ძალიან გიყვარდათ და მოგწონდათ ჩვენს გადაცემაში. რასაკვირველია, ხანდაზმულია ჩვენი გადაცემა და ძალიან გრძელია ის გზა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაკავშირებს დრო, რომელიც ერთად გავატარეთ, ჩვენი ცხოვრების და სიცოცხლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ამიტომ ჩვენთვის კალენდარს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კალენდარზე მონიშნულ რიცხვებსაც განსაკუთრებული ყურადღებით ვაკურდებით ხოლმე და თქვენ არ გაგიკვირდებათ თუ ასე მოვიქცევით ამჯერადაც დიახ, როდესაც კალენდარს გადავფურცლავთ, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ 2025 წლის 19 ნოემბერი უკავშირდება ერთ დაავადებას, ძალიან მნიშვნელოვან დაავადებას, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად არის დაწინაურებული საერთო ავადობის სურათში მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისი სახელწოდება ძალიან უცნაურად ჟღერს. ამ დაავადებას ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქვია. დიახ, დღეს მთელი მსოფლიო ამ დაავადების ცნობადობის თარიღს აღნიშნავს. უნდა ვიცოდეთ თუ არა ეს დაავადება. საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ დიახ, უნდა ვიცოდეთ. მედიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ უნდა ვიცოდეთ. ჩვენი გადაცემა სწორედ ასეთ პოზიციას ინარჩუნებს და ემხრობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვთქვათ დაავადების შესახებ ერთია მედიკოსებმა, მაგრამ რა უნდა იცოდეს ამ დაავადების შესახებ საზოგადოებამ, ეს სრულიად სხვა საკითხია. რატომ? საბოლოო ჯამში ნებისმიერი პრობლემა ეხება ადამიანს, გვეხება ჩვენ, ეხება ჩვენს ოჯახებს და ჩვენთვის ეს განსაკუთრებით ძვირფასია, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა და ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. ერთი ახალი ელემენტი მინდა გაგიმხილოთ ჩვენი გადაცემიდან, რომელსაც ვიზუალურად თქვენ ეკრანზე ხედავთ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოგიყვეთ ამის შესახებ. მოგეხსენება თანამედროვე სამყარო ერთი რომელიმე პლატფორმით აღარ შემოიფარგლება და ჩვენ გვჭირდება ინფორმაციის მიღებაც და გააზრებაც სხვადასხვა პლატფორმიდან. ჩვენი გადაცემა ძალიან დიდი არმიით გამოირჩევა გულშემატკივრების, ადამიანების, რომლებიც ჩვენთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან ცხოვრების გზას და რაც მთავარია, სხვადასხვა პლატფორმაზე გვეკავშირდებიან და აი ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შეგვეფასებინა, რა იცის ჩვენმა მაყურებელმა ფქოდის შესახებ. ფქოდი შემოკლებული სახელწოდებაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და არ გაგიკვირდეთ თუ სადმე შემთხვევით რომელიმე ტექსტში შეგხვდეთ, ან თუნდაც ჩვენი გადაცემის ტიტრებში ამოიკითხოთ. მოკლედ, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შესახებ ჩვენ გადავწყვიტეთ. თუ ამდენი წელი ამ თემაზე ვსაუბრობთ, ამ კითხვებს ვსვამთ, ვიღებთ პასუხებს პროფესიონალებისგან, ვცდილობთ საზოგადოებას გავუმხილოთ მტკიცებითი მედიცინის ყველა მიღწევა, რაც მოცემული მომენტისთვის გვაქვს და რაც მთავარია, ვცადოთ ერთმანეთს დავეხმაროთ ფქოდის შედეგების დაძლევაში და ფქოდის თავიდანაცილებაში. მაშინ რა იცის საზოგადოებამ ამის შესახებ და გადავწყვიტეთ სწორედ ეს საკითხი შეგვეფასებინა და ჩვენი გუნდის ახალი წევრი გიორგი ქოფულია დაგვეხმარა ამაში და ნახეთ რა შედეგი მივიღეთ. ჩვენ დავსვით კითხვა. კითხვა მდგომარეობდა იმაში, ვიცით თუ არა ფქოდის შესახებ რაიმე. შეიძლება ვიცით, შეიძლება არაფერი ვიცით, შეიძლება გვსმენია და მხოლოდ სახელწოდება გაგვიგია და არ ვიცით რას ნიშნავს ეს დიაგნოზი. ეს არის სოციალურ პლატფორმაზე გამოკითხვის შედეგები და ასეთ შემთხვევაში გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მეტნაკლებად ინფორმირებულია. განსაკუთრებით თუ შევაფასებთ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებლებს, აღმოჩნდა, რომ ნახევარზე მეტი, ანუ 52% არის ინფორმირებული, მათ იციან ამ დაავადების შესახებ, სმენიათ ამ დაავადების შესახებ და რაც ყველაზე საგულისხმო აღმოჩნდა, რომ 21%-მა დაავადების არსიც იცის. არა უბრალოდ გაუგია ამ დაავადების შესახებ, არა უბრალოდ სმენია ამ დაავადების შესახებ, არა უბრალოდ დაავადების სირთულეების გამო მიუქცევია ყურადღება ჩვენს გადაცემაში ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ
იცის რას ნიშნავს ეს დაავადება. Რა თქმა უნდა, დასაფიქრებელია ეს მონაცემები რამდენიმე კუთხით. ერთი მხრივ, ნამდვილად გვინდა მედიკოსებს, რომ ცოტა უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს. რატომაც არა, იცოდეს მთელმა საზოგადოებამ რა არის ფქოდი. რატომ? იმიტომ რომ გარწმუნებთ, ეს დიაგნოზი ეხება დღეს ყველას. თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ადამიანს შეიძლება შეეხოს ფქოდი. ყველა ოჯახს შეიძლება შეეხოს ფქოდი. მე ამას არ ვამბობ ნეგატიური პროგნოზით, არამედ იმაზე ხაზგასმით, რომ თუ ჩვენ არ ვიცით ფქოდი და თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ მის თავიდან აცილებას. არადა ჩვენი ამოცანაც ხომ ეს არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და თავიდან დავიცილოთ ფქოდი. შესაბამისად, ეს გადანაწილება ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოც არის, დასაფიქრებელიც არის და ამავე დროს გვაჩვენებს შესაძლებლობებს, რომ ჩვენი საზოგადოება დაინტერესებულია იცოდეს პრობლემების შესახებ. ჩვენი საზოგადოება დაინტერესებულია ეს ცოდნა გამოიყენოს ამ პრობლემების თავიდან დასაცილებლად. თუ როგორ, სულ რამდენიმე წუთში ამ დარგის ექსპერტთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი თარიღი ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას უკავშირდება და როდესაც მედიკოსები ამ თარიღს ახსენებენ, გულისხმობენ ცნობადობის ამაღლების სურვილს, იმისთვის რომ საზოგადოების რაც შეიძლება მეტმა წარმომადგენელმა იცოდეს ამ პრობლემის შესახებ. რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი და რას ცვლის ეს საზოგადოებისათვის? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის მრავალი წლის განმავლობაში მეგობართან ერთად და ცხადია დღევანდელი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რესპირაციულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის კოორდინატორი ევროპაში, ექიმი პულმონოლოგი პროფესორი ბატონი თამაზ მაღლაკელიძე. დილამშვიდობისა ბატონო თამაზ. მიხარია რომ არ ვარღვევთ ამ ტრადიციას და წლების მანძილზე ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე. მე პირდაპირ კითხვებით დავიწყებ, რომელიც სწორედ ცნობადობის ამაღლებას და ცნობიერების ამაღლებას წაადგება. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, განკურნებადი დაავადებაა ბატონო თამაზ. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, 4 სიტყვა არის ფილტვების, ესე იგი ფილტვებში არის ქრონიკული, ესე ქრონიკული არის და შეიძლება მართოთ, მაგრამ მორჩენით ვერ მოვარჩენთ. მაშინ რატომ ვლაპარაკობთ? შეიძლება საზოგადოება გაგვიბრაზდეს და გითხრას, რატომ გვესაუბრებით იმაზე, რისი მორჩენაც არ შეგვიძლია. არადა ჩვენ აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ჩვენ დღეს ვიცით ამ დაავადების რისკ ფაქტორები, ვიცით მართვა და ვიცით ძალიან ბევრი შედეგი, როგორ ავიცილოთ თავიდან და აი მოდით სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბროთ. რა ქმნის რისკს ამ დაავადების განვითარებისათვის? ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ვის შეიძლება ეს დაავადება დაემართოს? პირველ რიგში ეს არის თამბაქოს მოწევა. ესე იგი ნომერი პირველი ეს არის თამბაქოს. ეს არის მხოლოდ აქტიური მწებელები ბატონო თამაზ, ვინც თვითონ ეწევა თამბაქოს? აქ არის პასიური მწეველიც ითვლება, ესე იგი არ ეწევა თვითონ, მაგრამ არის იმ ჯგუფში, იმ გარემოში, სადაც ეწევიან და ის ამ ხმარობს პრაქტიკულად თამბაქოს. ანუ ხდება ავტომატურად მომხმარებელი, ხო თამბაქოსი? მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ეწევა. ვისაც ამ სიმპტომები და ნიშნები ალბათ ამაზეც იქნება საუბარი, აქ მან უნდა დაანებოს თამბაქოს მოწევას თავი. ადვილი სათქმელია ხოლმე ეს თქვენთვის ექიმებისთვის საზოგადოება გვეუბნება ხოლმე ამას. ექიმებისთვის ადვილად სათქმელია, მაგრამ ხშირად თქვენ თვითონაც არ ღვევთო ამ პრინციპებსო, ძალიან ხშირად ექიმებს მიუთითებენ ხოლმე საზოგადოებაში, როდესაც ექიმი არის თვითონ მწეველი. თუმცა მოდით გავაგრძელოთ რისკებზე საუბარი, ამ თემას ჩვენ დაუბრუნდებით. რისკი არის მწეველობა, კიდევ რა რისკ ფაქტორია ბატონო თამაზ? გარემოში რა იგულისხმება? გარემოში იგულისხმება ჰავა, მავნე ნივთიერებებთან კონტაქტი. ანუ რეალურად მოწამლული ჰაერი, როდესაც ამბობენ ხოლმე საზოგადოებაში, ანუ ჰაერის დაბინძურება და გარემოს დაბინძურება. შეიძლება გახდეს ფქოდის მიზეზი? შეიძლება გახდეს ფქოდის მიზეზი. იმიტომ რომ ის ბლოკავს ჰაერს ბლოკავს და განსაკუთრებით ეს ყველაფერი მოდის მშენებლებთან და მეშახტეებთან. ანუ პროფესიულია უკვე. პროფესიულიც არის ესეთი ისა. როდესაც ჩვენ გადაცემებში საუბრობდით ხოლმე, მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ღია ცეცხლი, შეშის ღუმელი, ბუხარი,
ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ ხშირად ამბობდით ხოლმე, რომ დიახ, თანამედროვე მედიცინა ამასაც რისკ ფაქტორად განიხილავთ. ძალაში რჩება ეს? ძალაში რჩება. ძალაში 1000-ზე მომზადებული განსაკუთრებით მესამეული ქვეყნების, სადაც დაბალი განვითარების ანუ სადაც სისტემატურად მზადდება, ხო, ღია ცეცხლზე პროდუქტები. ერთჯერადად ბუხრის გამოყენება, ან ხანდახან ბუხრის გამოყენება ამ დაავადების რისკ ფაქტორად განიხილება ბატონ თამას. თუ ლაპარაკია სისტემატურად გამოყენებაზე, სისტემატურად მოხმარებაზე. სისტემატურად მოხმარებაზე და სისტემატურად გამოყენებაზე, რა თქმა უნდა. თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში რამდენიმე წლის წინ ახსენეთ ჩილიმი. ჩილიმის სისტემატური მოხმარება და სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებების მოხმარება იმისთვის, რომ შევაფასოთ რისკები. ეს ინფორმაციაც ძალაში რჩება, ბატონო? ძალაში რჩება. ინფორმაცია ძალაში რჩება აუცილებლად და პლუს კიდე ამას ემატება ელექტრონული სიგარეტები, კიდე ესეც რისკის ჯგუფი არის, რა თქმა უნდა. ანუ აქ უკვე გვაქვს მტკიცებულებები, რომ ელექტროსიგარეტები შეიძლება განვიხილოთ როგორც ფქოდის რისკ ფაქტორი. ფქოდის რისკ ფაქტორი. როდესაც ჩვენ ვამბობთ განმარტებიდან გამომდინარე, მე ვუბრუნდები იმ ფრაზას, რომლის გამოც ყველაზე მეტად შეიძლება დაფიქრდეს და გაბრაზდეს მაყურებელი, თუ ლაპარაკობთ პრობლემაზე, რომლის დიაგნოზს ვერ ვცვლით, მაშინ რას ნიშნავს ამ დაავადების მართვა? რას აკეთებს თანამედროვე მედიცინა და თქვენ ახსენეთ სიმპტომები, რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება? როდის შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რა სიმპტომის, რა ჩივილების, რა ნიშნების არსებობისას შეიძლება გაჩნდეს პირველად? ეს არის ხველა, ნახველის ფერი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ ფერთან დაკავშირებით შეგვიძლია ჩვენ ანტიბიოტიკის დავნიშნოთ, არ დავნიშნოთ. ანუ როდესაც ინფექცია დაერთვის თან, დიახ. სუნთქვის გაძნელება, მცირე ფიზიკური დატვირთვისას, შებოჭილების შეგრძნება, ეს ყველაფერი სიმპტომებია, რომელიც საწყისი სიმპტომები, რომელიც მას აქვს. თუ მას შეეძლო რამდენიმე კიბით საფეხურზე ასვლა და სუნთქვის გაძნელება და ქოშინი არ ქონდა და ეხლა უკვე აქვს, ესე იგი ეს უკვე მისი საგან განგაში არის, რომ მას შეიძლება უმწოდება ეს დაავადება და უფრო უმძაფრდება და ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. და აი ესეთ მაგალითს მოვიყვან, საინტერესო მაგალითი არის ბარბარა ბუში, მამა ბუშის. დიახ. და პატარა ბუშის დედა, რო იტყვიან ესეთი იმითი. მეუღლე, უფროსი ბუშის დიახ. სიგარეტს ეწეოდა და დაუდგინეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზი და მან დაანება თავის სიგარეტის მოწევას 25 წელი ეწეოდა. ძალიან ხანდაზმული ასაკი, ხო? მწებელობისათვის 25 წელი. იცხოვრა 92 წლის გარდაიცვალა. ეს მაგალითი თქვენ იმიტომ მოგვიყვანეთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, რომ სიგარეტის დანებება არ არის ასეთ შემთხვევაში უბრალოდ რიტუალი, რომ ეს არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემსუბუქების რეალური შანსი. რეალური შანსი არის. შემსუბუქების რეალური შანსი არის და ბევრი არის. ეს არის ეს დღე წლევანდელი დღე, რომელიც აღინიშნება ესეთი დევიზით. ფილტვების რეაბილიტაცია. შარშანი იყო გარეგან სუნთქვაზე და გარეგან სუნთქვაზეც ალბათ ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენ, დიახ. და აქ მნიშვნელობა, იმიტომ რომ დიაგნოზის დასმა პრაქტიკულად გარეგანი სუნთქვით. თუმცა რეაბილიტაცია ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად არსებული პრობლემებისა, სასიცოცხლო რესურსები ჩვენ უიმედოდ პაციენტებს არ რასაკვირველია. და მოდით კიდევ ერთი წინადადებით დაუბრუნდეთ მწებელობას და ამით დავასრულოთ საუბარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მწებელობა არის ნომერ პირველი რისკ ფაქტორი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ მარტო აქტიურ მწებელობაზე არ არის ლაპარაკი, ანუ მე ვეწევი და მე დამემართება ეს დაავადება. მე შეიძლება არ ვეწევი, მაგრამ სხვისი მწებელობის დამსახურებითაც შეიძლება მე დამემართოს ეს დაავადება. მაშინ გამოდის, რომ მწებელობის შეზღუდვა, მწებელობაზე უარის თქმა, ეს არის პრაქტიკულად ფქოდის თავიდანაცილების კარგი საშუალება და რა რესურსი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაანება, თქვენ აი ბარბარა ბუშის მაგალითს გავაგრძელებ, ვინც დაანება მოწევას თავი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰქონდა დადგენილი ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზი. რამდენ ხანში იგრძნობს ეს ადამიანი შვებას?
თქვა 30 წლის ასაკში დაანება, 10 წელი სიცოცხლე უხანგრძლივდება. დაანება თქვა 25 წლის, 2 წელი კიდე 8 წელი კიდე უხანგრძლივდება და რაც უფრო ადრეულ ასაკში დაანებებს მით უფრო უკეთესია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თამაზ, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ცნობადობა და რასაკვირველია შეუძლებელი იყო ამ თემაზე საუბარი ჩვენი ტრადიციული ურთიერთობის გარეშე, როდესაც ამ გადაცემაში ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ მოდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რესპირაციულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის კოორდინატორი ევროპაში, პულმონოლოგი პროფესორი ბატონი თამაზ მახლაკელიძე. ჩვენ რასაკვირველია ამ თემას დავუბრუნდებით და დავუბრუნდებით გადაცემის შემდეგ ნაწილში. როგორც უკვე იცით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას ეძღვნება. ხოლო თავად წლევანდელი თარიღი ეძღვნება რეაბილიტაციას, როგორ შეიძლება აღვიდგინოთ სასიცოცხლო რესურსები, თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გართულებები და რაც მთავარია, მოვახერხოთ იმ პრობლემის დაძლევა, რასაც ქვია სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეები. ჩვენ გადავწყვეტეთ მაქსიმალურად პრაქტიკული იყოს ჩვენი შემდეგი ბლოკი და შესაბამისად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ რეაბილიტოლოგი თეონა კვიცაძე. თეონა, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. რეაბილიტაცია, რას ნიშნავს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს? პირველ რიგში რას ვაკეთებთ? როგორ ვცდილობთ გამოვასწოროთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი? და მთავარი სამიზნე რატომ ხდება ხოლმე ამ დროს სუნთქვა? ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რეაბილიტაცია არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პაციენტის სუნთქვის გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას პირველ რიგში, რათა უკეთესად მართოს თავისი დაავადება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რეაბილიტაციის კომპონენტებია, რომელიც გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია სუნთქვის ტექნიკები, რომელიც ეხმარება პაციენტს უკეთესად აკონტროლოს მისი სუნთქვა, ამა თუ იმ მოქმედების დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშები, რაც ეხმარება, როგორც აღნიშნე უკვე, ჩვეულებრივ მართოს უკეთესად თავისი დაავადება, შეეჩვიოს მცირე ფიზიკურ დატვირთვებს და აუცილებელია ამოხველების ტექნიკა. ამაში რა თქმა უნდა, აუცილებელია ოჯახის წევრების ჩართულობაც, რადგანაც ფსიქოემოციურ მნიშვნელობასაც აქვს პაციენტებს მიდგომას, ყველაფერი არის ინდივიდუალური. როგორ გაართმევს ამ ყველაფერს თავს და ოჯახის წევრებისგან დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ შემთხვევაში. უნდა დაგეთანხმოთ, ნებისმიერ დაავადებასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება სოციალური მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება ოჯახის წევრების ძალიან მნიშვნელოვანი გულისხმიერება, მათი განსწავლულობა, იმიტომ რომ ჩვენ არ დაუშვათ შეცდომები და მეტი ზიანი არ მივაყენოთ საკუთარ თავს, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამარჯვებზე, სამარჯვები შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი. დღეს ჩვენ სტუდიაში გვაქვს ყველაფერი, მაყურებელი ალბათ ხედავს, უცნაურია, მაგრამ არის სკამი, რაღაც მოწყობილობა, რომელიც კიბეს გავს, არის ტახტი, არის დამხმარე საშუალებები და ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ სუნთქვის გასაუმჯობესებლად, ხომ? თუ სწორად დავინახავთ ამოცანას და გამოდის რომ რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობთ, ამის გამოყენება ბინის პირობებში შეუძლია ყველას. პრაქტიკულად ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ შინმოვლის წესებზე, როგორ შეიძლება ადამიანმა მარტივი საშუალებებით საკუთარ თავს უკეთ სუნთქვის შესაძლებლობა მისცეს. და თუ ამ ცოდნას გავყვებით, პირველ რიგში საიდან ვიწყებთ? თქვენ ახსენეთ ტექნიკა. ტექნიკა რატომღაც აღიქმება, რომ პროფესიულ განათლებას გულისხმობს და წარმოუდგენელია ბინის პირობებში როგორ გავაკეთოთ. არა და მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ახლა გვასწავლით, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ბინის პირობებში გავაკეთოთ. კი ბატონო, სუნთქვის ტექნიკები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სწორად, რათა ბევრად უფრო გაუმკლავდნენ მათ დაავადებას. მე ახლა განახებთ რამოდენიმე მათგანს, რომელიც ჩვეულებრივად ამ დაავადების მქონე პირებს შეიძლება სახლში გამეორება. პირველი თავდაპირველად უკეთესია პაციენტი ამ შემთხვევაში თუ იწვება საწოლზე, ან შემდგომში შესაძლებელია მჯდომარე პოზიციაში, ანუ არავითარ შემთხვევაში სუნთქვით ვარჯიშებს არ ვაკეთებთ ფეხზე მდგომი. ანუ ისე როგორც ახლა მე ვდგარ, ვერტიკალურ მდგომარეობაში არა. იმიტომ რომ ღრმა შესუნთქვა ამოსუნთქვის დროს ბუნებრივია ყველა, ვიცით, დამახასიათებელი არის თავბრუსხვევა. ან ჯდები, ან წვები.
წვებით ზურგზე. ერთ ხელს ვიფიქსირებთ გულმკერდზე, მეორე ხელს ვიფიქსირებთ მუცელზე. შესუნთქვა ხდება ნელა და ხანგრძლივად, ცხვირით. შესუნთქვის პარალელურად ეცადეთ, რომ მუცელი გამოზნიქოთ მაქსიმალურად. კი ბატონო. ვიკავებთ ესე 1-2 წამის განმავლობაში და შემდგომ ამოვისუნთქოთ პირით, ოღონდ მაქსიმალურად შეზნიქეთ შიგნით, შეწიეთ მუცელი მაქსიმალურად. თეო, საუბრის გარეშე რო გაჩვენოთ ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება. ანუ არ საუბრობთ, ანუ შევისუნთქოთ ისე რომ მუცელი გამოვზნიქოთ. ანუ შევსუნთქვაზე მუცელი გარეთ იზნიქება და ამოსუნთქვაზე პირიქით მუცელი შედის შიგნით, ხომ ასეა? მოდით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ეს როგორ არის? ანუ ჩაისუნთქეთ, მუცელი ამოიზნიქა და შემდეგ ამოისუნთქეთ და მუცელი შეიზნიკა. ეს არის მარტივი ტექნიკა. კი, ეს არ არის მარტივი, განსაკუთრებით ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადების მქონე პირთათვის საკმაოდ უჭირთ და ხშირ შემთხვევაში იწვევს მიუხედავად იმისა, რომ წოლიარე პოზიციაშია პაციენტი, ხშირად დისკომფორტს და პირიქით ჰაერის უკმარისობას. რამდენჯერ შეიძლება ეს გაიმეოროს? ეს ინდივიდუალური, შეიძლება ეხლა სტანდარტები ამისთვის არ არსებობს. ზოგ შეიძლება თავდაპირველად 5-6 გააკეთოს, ან შეიძლება 3-ც გააკეთოს. კი ბატონო. ბევრჯერ ამის მნიშვნელოვანია ის, რომ აი ყოველ ჯერზე ვეცადოთ 1 ან 2-ით მაინც მეტი გავაკეთოთ. ანუ საფეხურებრივად ვამატებთ და არა ერთბაშად 10-ჯერ, 20-ჯერ და ასე შემდეგ. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ? კიდევ სკამზე გადავბრძანდები უბრალოდ უკეთესად რომ იყოს ნათელი პაციენტებისთვის. მეორე სუნთქვას რაც შეეხება, ეს არის მოკუმული ტუჩებით სუნთქვა. ანუ შესუნთქვა ხდება ნელა და ხანგრძლივად ცხვირით. ნელა უნდა შევისუნთქოთ, ვიკავებთ ასე 2 წამის განმავლობაში. 2. შემდგომში უკვე შეგიძლიათ 3 და 4 წამიც გააჩეროთ, მაგრამ თავდაპირველად უკეთესია 2 წამის განმავლობაში მაინც. შევიკავეთ 2 წამის განმავლობაში და შემდგომ უკვე მოუკუმოთ ტუჩები. ანუ ტუჩებს მივაღებინოთ სტვენის პოზიციაში ფორმა. აი ასე დაახლოებით. ეხლა მე განახებთ, რომ უკეთესად გამოჩნდეს. შევისუნთქეთ ცხვირით. ვაჩერებთ. თეო, თქვენი ჯდომის პოზიციას აქვს მნიშვნელობა როგორ ზის ამ დროს ადამიანი? მთავარია კომფორტულად იჯდეს, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური ვარჯიშები იქნება, სუნთქვის ტექნიკების შესრულება იქნება, მთავარია კომფორტული ტანსაცმელი ეცვას პაციენტს, არ იყოს მჭიდრო, ეცვას თავისუფალი. არ ქონდეს არსად მოჭერილი არც მუცლის მიდამოში, არც გულმკერდის მიდამოში. კი ბატონო, თავისუფალი. აუცილებელი და გასათვალისწინებელია ის, რომ ახალ ნაჭამზე არავითარ შემთხვევაში არ ვაკეთებთ ამ ტექნიკებს, ისევე როგორც ვარჯიშებს. აუცილებელია 3 საათი მაინც იყოს გასული. კიდევ რას ვაკეთებთ? რა შეიძლება გავაკეთოთ? კიდევ შეგვიძლია დავამატოთ მესამე სუნთქვის ტექნიკა, ეს არის ცალი ნესტოთი სუნთქვა. ვთქვათ, მარჯვენა ნესტოს ვაფიქსირებთ ცერათითით. ცალი ნესტოთი ხდება შესუნთქვა, ნელა და ხანგრძლივად, არ ვიკავებთ სუნთქვას, ვცვლით ნესტოს და მეორე ნესტოდა ხდება გამოდევნა. ასე დაახლოებით 6-10 საწყის ეტაპზე. მოდით ტექსტის გარეშე აბა როგორ გააკეთებთ? კი ბატონო. შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. კი ბატონო. ნესტოების მონაცვლეობით. კი ბატონო. მოდით გავაგრძელოთ დამხმარე საშუალებებით რა შეიძლება კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება ვარჯიშებს, აუცილებელი არის ვარჯიშის დაწყებამდე გახურება, რადგანაც ორგანიზმი გავამზადოთ ფიზიკური აქტივობისთვის, შემდეგ უკვე უნდა დავაკვირდეთ საკუთარ ორგანიზმს, სუბიექტური ჩივილები გვაქვს თუ არა, რამდენად გვაწუხებს ჰაერის უკმარისობა და შესაბამისად უკვე უნდა გაგრძელდეს ფიზიკური ვარჯიში. გახურებას რაც შეეხება, შეგვიძლია 5-7 წუთი. შემდგომში არის აუცილებელი სახსრების მცირედით შემზადება, აი როგორც არის სხივმაჯის სახსარი, იდაყვის სახსარი, ამას ვაკეთებთ 1-2 ჯერ. 1-2 ჯერ, ან შეგიძლიათ საპირისპირო მიმართულებითაც. მუხლის სახსარი. დიახ. ავაკეთებთ ამას ნელა, აბსოლუტურად ნელა, რომ არ გამოვიწვიოთ დისკომფორტი. მე რომ ვერტიკალურ მდგომარეობაში ვარ, არ აუშავს? არ აუშავს, იმიტომ რომ ზოგ პაციენტს იმდენად სუბუქად აქვს გამოხატული მისი სიმპტომები, რომ უპრობლემოდ შეუძლია ფეხზე მდგომაც გააკეთოს. შემდგომ გახურების ფაზის შემდგომ ვაკვირდებით ისევ ჩვენს ორგანიზმს, რამდენად შეგვიძლია გაგრძელება ფიზიკური აქტივობის და შესაბამისად უკვე ვიწყებთ ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულებას. ეხლა მე განახებთ რამოდენიმე მათგანს. დიახ. მე ხوار გეშლით? არა. საწყის ეტაპზე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰანტელები. დიახ. საწყის ეტაპზე კიდევ აუცილებელია რომ ვიჯდეთ, თუმცა შესაძლებელია ფეხზე მდგომაც გავაკეთოთ. მე მოვიმარაგე წყალი. ანუ ბოთლით მოვიმარაგე წყალი,
ეს მაყურებლებისათვის მინდა ვთქვა, არ არის აუცილებელი რომ კონდეს ყველა სპორტული ინვენტარი სახლში და მაშინაც კი როდესაც არ არის ოჯახში ასეთი ინვენტარი, ჩვეულებრივი წყლიანი ბოთლიც გამოდგება. და შეგვიძლია ზუსტად ისევე გავიმეოროთ ვარჯიშები, როგორც ახლა მე გავიმეორებ თეოს მაგალითზე. ხელებს ვიჭერთ ასე გულმკერდთან ახლოს. კაცისად რომ განახოთ. შესუნთქვის პარალელურად ვიწყებთ ხელების გაშლას, ვუსწორებთ მხრის სახსარს. ანუ შეხედეთ, შევისუნთქეთ, გავწიეთ წინ ხელები, 1-2 წამი შევაჩერეთ სუნთქვა და ვუბრუნდებით საწყის პოზიციას. ვიმეორებთ. მე მგონი ეთანხმებით ამ რეკომენდაციას, რომ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ წყალთან დაკავშირებით. ლამაზი ზონარი გვაქვს ჩვენ აქ სტუდიაში. თეო, ეს რატომ შეიძლება გამოგვადგეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დავარჯიში შეგვიძლია ამით გაკეთდეს. კიდევ გავიმეოროთ, კი. რა შეიძლება გავაკეთოთ ჰანტელებით? ამით შესაძლებელია გაკეთდეს ეგრეთ წოდებული ქარის წისქვილი. ანუ ვიხრებით წინ, ხელები გვაქვს წინ. საკმაოდ რთულია, შეგიძლიათ მჯდომარე პოზიციაშიც გააკეთოთ. გავიმეორებ მჯდომარე პოზიციაშიც და შეხედავთ. შესუნთქვის პარალელურად დავატრიალეთ წრიულად, შევიკავეთ და მეორე ხელის წრიული დატრიალების დროს პარალელურად უნდა ამოვისუნთქოთ პირით. ეხლა მჯდომარე პოზიციაში განახეთ, რომ უკეთესად გამოჩნდეს. შევისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. შევისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. და ზონარი. კი ბატონო. მოდით ასეთ შემთხვევაში ალტერნატივაზეც ვთქვათ, რა შეიძლება იყოს ასეთ დროს ალტერნატივა, თუ ასეთი საგანგებო ზონარი არ აქვს ადამიანს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ჰანტელები. ჰანტელები. კი ბატონო. იმ დატვირთვისთვის. აი, მოდით ჯერ აგვიხსენით როგორ გამოვიყენოთ ზონარი და მე ძალიან ადვილად გასაგები იქნება, რატომ აღმოჩნდება ჰანტელი ალტერნატივა. კი ბატონო. ვამაგრებთ ამას. ხომ ასეა? კი. უკეთესია ზონარი, იმიტომ რომ ამით შესაძლებელია მრავლობით ვარჯიში გაკეთდეს სამომავლოდ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახში იყოს ასეთი საგანგებო სპეციალური დანიშნულების ტახტი. ეს შეიძლება იყოს მაგალითად საწოლი, ფეხი, ეს შეიძლება იყოს კომოდის ფეხი, მოაჯირი შეიძლება იყოს და ასე შემდეგ. ანუ იმ ნივთებზეა ლაპარაკი, რომელიც წონის მატარებელია და მყარად დგას, ხომ ასეა? კი ბატონო. რეზისტენტული ვარჯიშები, ანუ წინააღმდეგობით ვარჯიშები საკმაოდ ეფექტურია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რეაბილიტაციაში. საკმაოდ დადებითი შედეგები აქვს. კარგით, ფეხები მხრის სიგანეზე აუცილებლად რეზინას ხელზე დავიხვევთ, ისე რომ ჩვენთვის იყოს კომფორტული და ოდნავ რეზინა იყოს ტერაბენდი დაჭიმული. ამ შემთხვევაში იდაყვებს ვათავსებთ სხეულთან ახლოს, შესუნთქვის პარალელურად მივწიოთ ხელები წინ. ანუ სხეულთან მოგვაქვს მაქსიმალურად. ამოვისუნთქეთ. შევისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. ანუ მოძრაობა სუნთქვას უკავშირებს. აუცილებლად თუ სწორი სუნთქვა არ განხორციელდა ვარჯიშის დროს, ჩათვალეთ წყალში გადავყარეთ ჩვენი ფიზიკური აქტივობა. ეს როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ჰანტელებით იგივე? კი ბატონო, ეხლავე განახებთ. დგებით კომფორტულად, ფეხები მხრის სიგანეზე. ვათავსებთ ხელებს ასე, შემოვატრიალოთ ხელის გულები. შევისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. თუ ორგანიზმი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ ესა თუ ის აქტივობა, ან მაგალითად გავაკეთეთ ჰანტელებით 1-2 ვარჯიში, მაგრამ გრძნობთ, რომ ჰაერის უკმარისობა იმატებს. აუცილებლად ამ დროს აუცილებელია დავჯდეთ სკამზე, დავისვენოთ. პირველ რიგში ვჩერდებით. კი ბატონო. ჩერდებით, ეს ამას ნიშნავს. და მე უკვე პროფესიონალთან შეთანხმებით, ექიმთან შეთანხმებით ვბედავთ ახალ დატვირთვაზე გადასვლას, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩივილების გაჩენა ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი გვეუბნება, რომ არ შემიძლია. კი ბატონო, მაქსიმალური რესურსი ამოწურა. ამ დროს აუცილებელია დავისვენოთ, დავაკვირდეთ ორგანიზმს, თუ იმის საშუალებას გვაძლევს 5 წუთის მერე თუნდაც რომ შეგვიძლია ამა თუ იმ ვარჯიშის შესრულება და გაგრძელება, ჩვეულებრივად აგრძელებს უკვე პაციენტი. მოდით კიდევ რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რომელიც ასევე შეიძლება ბინის პირობებში გამოიყენოს. კი ბატონო.
სკამი ყოველას გვაქვს სახლში, ამიტომ დაჯდებით კომფორტულად. ვაკეთებთ ადგომა დაჯდომებს. წამოდგომის დროს ეცადეთ შეისუნთქოთ ცხვირით და აი განახებთ. შევისუნთქეთ, ამოვისუნთქოთ. შევისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ. ამას ვაკეთებთ ძალიან ნელა. რომ არანაირი ჩივილი არ გქონდეს. არის საუკეთესო ვარჯიში ჩაჯდომა, კიბეზე ასვლა, მაგრამ ეს ცოტა უფრო მეტ დატვირთვას მოხდეს. გასაკვირველია და ამისთვის მზად უნდა კი ბატონო, მეთვალყურეობის ქვეშ აუცილებლად. და ჩვეულებრივი კიბე, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ და რაც თორია, შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ბლოკი მაგალითად აგური ან ნებისმიერი ნივთი მართკუთხა ფორმის, რომელზედაც შეგვიძლია ორივე ტერფით დავდგეთ და ყრდნობა სრული ტერფით მოხდეს და ყრდნობას არ კონდეს საფრთხე. კი ბატონო, აუცილებელი არის ამ დროს სუნთქვა პირველ რიგში, მოაჯირი იქნება, რაფა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, ბალანსისთვის აუცილებლად რამეს უნდა დაეყრდნონ. შევისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ, აი, პირობითად ვთქვათ, რამეს დავეყრდნ. შევისუნთქეთ, ამოვისუნთქეთ. და ასე ვაკეთებთ რამოდენიმეს. ჩვენც ახლა შევისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ და გემშვიდობებით თეო, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და ძალიან ბევრი პრაქტიკული რეკომენდაციისთვის, რომელიც მე ვფიქრობ ყველა იმ ოჯახს წაადგება, ვისაც ამ თემასთან დაკავშირებით აქვს შეხება, ვისაც თვითონ აქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ან ვისი ოჯახის წევრიც არის ამ დიაგნოზის მატარებელი, ასეთი რჩევები შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბინის პირობებში გამოსაყენებელი. მე ჯერ არ გემშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი მეორე ბლოკში გახლდათ რეაბილიტოლოგი თეონა კვიცაძე, ხოლო წინ გველოდება კვებით შუქნიშანი. როდესაც ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ლოგიკურად იბადება კითხვა, არსებობს თუ არა პროდუქტი, მაგალითად გულისთვის, პროდუქტი ტვინისთვის, ფილტვისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ერთი უნივერსალური პროდუქტი არ არსებობს. არც ის პროდუქტი არსებობს, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარების შემთხვევაში ამა თუ იმ ორგანოს გადაარჩენს ნებისმიერი პრობლემისგან. თუმცა არსებობს პრინციპები, რომელსაც შეუძლია დაიცვას ჩვენი ორგანიზმი, თავიდან ააცილოს პრობლემები, თავიდან ააცილოს პრობლემების შემთხვევაში გართულებები და რაც მთავარია, შეძლოს ორგანიზმის წონასწორობის შენარჩუნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ სასუნთქი სისტემა არ არის გამონაკლისი და თუ ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი კერძი, ერთი საკვები, ერთი პროდუქტი ფილტვის ქრონიკული დაავადების თავიდან ასაცილებლად, ან ფილტვის ქრონიკული დაავადების დასამარცხებლად, ან მისი შედეგების შესამცირებლად არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს თებში, რომელიც გვეუბნება, რომ დიახ, დაბალანსებული მოხმარების შემთხვევაში, ანუ ბალანსირებული მოხმარების შემთხვევაში, ჩვენ მოგცემთ საშუალებას, რომ ყოველდღიურად მრავალფეროვანი პროდუქტების მოხმარების შედეგად მთლიანად ორგანიზმის წონასწორობა შევინარჩუნოთ და მათ შორის სასუნთქი სისტემის. დღეს მე კონკრეტულ კერძებზე და პროდუქტებზე არ გესაუბრებით, მე მინდა გესაუბროთ იმ რისკზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში არ ვითვალისწინებთ. მაგალითად, ჩემს უკან ეკრანზე თქვენ ახლა ხედავთ გამოსახულებას. პრაქტიკულად გამოსახულებას, რომელიც ყველას ძალიან კარგად ეცნობა და ეს გულისხმობს მუცლის სხვადასხვა ზომას, უხეშად თუ ვიტყვით, ანუ სხვადასხვა ზომის ღიფს. და თუ ობიექტურად ვიტყვით, ეს არის აბდომინური, ანუ ცენტრალური, ანუ მუცლის მხრივი სიმსუქნე, რომელიც არ არის დამოკიდებული საერთო სიმსუქნეზე. შესაძლოა ადამიანი იყოს მთლიანად ნორმალური წონის მატარებელი, მაგრამ მას ჰქონდეს ის თავისებურება, რასაც ქვია პატივცემული ღიპი და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რისკები და კავშირები სუნთქვასთან. რატომ? როდესაც ჩვენ საუბრობთ სხეულის ამგვარ კონფიგურაციაზე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მუცლის ღრუს და გულმკერდის ღრუს ორგანოების ურთიერთმდებარეობა. მათ შორის გამყოფი კუნთოვანი ფირფიტა უნებურად მაღლა აიწევა და მაშინ შეიზღუდება გულმკერდის ღრუს შიგნით არსებული ორგანოები. მათ შორის შეიზღუდება ფილტვები და სუნთქვა თუ ადამიანს დაავადება აქვს, ისედაც დაზარალებულია და წარმოიდგინეთ ჩვენ ხელოვნურად ჩვენი ცხოვრების წესით თუ ჩვენი სხეულის კონფიგურაციით ამას ხელს უწყობთ.
რა შეიძლება იყოს მაღალი რისკი იმისთვის, რომ დიახ, გარდა ჩვენი ანატომიური თავისებურებისა, ჩვენ შევუწყოთ ხელი სუნთქვის გაუარესებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იმისთვის, რომ აბდომინური, ანუ ცენტრალური სიმსუქნე დავძლიოთ, ერთი მარტივი არგუმენტით საკმარისია. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მცირე ზომის არის ჩვენი მუცელი, რაც უფრო ნაკლებად არის გამოხატული ღიპი, მით უფრო ადვილად სუნთქავთ, მით უფრო გვიადვილდება ძილში სუნთქვა, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადანაცვლება და არის კიდევ ერთი საკითხი. როდესაც ჩვენ საუბრობთ მუცლის სიმსუქნეზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ხრინვა, სუნთქვის აპნოე, რომელიც ამ ზომის, ანუ ჩვენი ღიპის ზომის მატებასთან ერთად კიდევ უფრო შემაწუხებელი ხდება. მაგრამ არის კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ რუტინას უკავშირდება და რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენ სუნთქვაზე. ეს გახლავთ მარტივი თითქოს გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც ერთბაშად შეცვლის ჩვენი სხეულის მდგომარეობას. ეს გახლავთ გვიანი კვება. გვიანი ვახშამი. თითქოს რა არის ამაში პრობლემა? მთელი დღის განმავლობაში მშიერი, დაღლილი ადამიანი გვიან დაბრუნდა სახლში და უნდა დანაყრდეს. სხვანაირად უბრალოდ ვერ იძინებს. პრობლემა არის იმაში, რომ გვიან ღამით დანაყრებული ადამიანი თავისი ორგანიზმის მდგომარეობას უქმნის რისკს იმისა, რომ ღამის განმავლობაში, როდესაც სხეული ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაინაცვლებს, ეს გადავსებული კუჭი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული ტვირთი. წარმოიდგინეთ, ყველაფერი, რაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაინაცვლებს, ვერტიკალურ მდგომარეობაში ნაკლებად გვაწუხებს, მაგრამ წვებით და ვეღარც სუნთქავთ, ამას გრძნობთ და წარმოიდგინეთ, თუ ჩაგვთვლილმა ჩაგვეძინა, როგორი განცდები აქვს ორგანიზმს, უпростоრად როგორი მდგომარეობა აქვს ამ დროს ორგანიზმს. შევთანხმდით, რომ პირველი ტვირთის სუნთქვისთვის არის ჩვენი ღიპი, ცენტრალური აბდომინური სიმსუქნე. მეორე, ეს არის ღიპის არარსებობის შემთხვევაშიც კი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ გვიანი ვახშამი, ანუ კვების რეჟიმის დარღვევა და არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. შეიძლება ნაკლებად მიგაჩნიათ, რომ ეს პრობლემურია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმისათვის ნამდვილად ძალიან საყურადღებოა. როდესაც ჩვენ არ ვითვალისწინებთ ულუფას. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამი გასაღები გვაქვს კვების მართვისთვის: რეჟიმი, ულუფა, რაციონი. როდის მივირთმევ, რამდენს მივირთმევ, რას მივირთმევ. და აქ როდესაც ძილის წინაკვებაზეა ლაპარაკი, სწორედ ულუფა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. წარმოიდგინეთ ამ ზომის თებში და წარმოიდგინეთ ამ ზომის თებში. მოდით ახლა მე ცოტა უფრო ახლოს მივარ ჩვენ კვების შუქნიშანთან და წარმოიდგინეთ ასეთი ხრიკი. როდესაც მაგალითად პროდუქტს, რომელი პროდუქტი მოვათავსოთ? ნებისმიერი პროდუქტი მოვათავსოთ. მაგალითად დიდ თებშზე მოვათავსებთ ვაშლს, ასეთ შემთხვევაში მოგვიჩვენება, რომ უი, რა პატარაა ეს ვაშლი და შეიძლება თავისუფლება მივცეთ კიდევ ერთი ვაშლი მივირთვათ. და თუ ჩვენ მოვათავსებთ იგივე ზომის ვაშლს პატარა თებშზე, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ რამხელა ყოფილა ეს ჩემი ვაშლი და შეიძლება ბოლომდეც კი არ მივირთვათ მთლიანად. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხშირად ოპტიკურად გვატყუებს თებში ზომა და შეცდომაში შეყავს ჩვენი ორგანიზმი, გვაცდუნებს უფრო მეტი მივირთვათ, ან პირიქით გვაყოვნებს გადაწყვეტილებაში, გვაფრთხილებს და გვაიძულებს უფრო ნაკლები მივირთვათ. არის კიდევ ერთი ცდუნება, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ცდუნება, რომელიც ფერებს უკავშირდება. არა მარტო ფორმებს და ზომებს, არამედ ფერებს უკავშირდება. თქვენ იცით ჩვენი შუქნიშნის პრინციპი, მაგრამ დღეს მე აქ შუქნიშნის პრინციპი თებშებიც მაქვს და მინდა მიაქციოთ ყურადღება, რა მოხდება, თუ მაგალითად მწვანე თებშით მე მივალ მწვანე ზონაში. მოდით შევხედოთ რა მოხდება. მწვანე თებშზე პრაქტიკულად არ გამოჩნდება ვაშლი და ასეთ შემთხვევაში ვაშლი ძალიან დიდიც რომ იყოს, მე ძალიან თამამად მივირთმევ მას. რა მოხდება, თუ მაგალითად ყვითელ ზონაში განთავსებულ პროდუქტებს, ან წითელ ზონაში განთავსებულ პროდუქტებს იგივე პრინციპით გამოვიყენებთ. წარმოიდგინეთ, ყვითელი ვაშლი ყვითელ თებშზე,
და წითელი ვაშლი წითელ თეფშზე. პრაქტიკულად არ იკითხება კონტრასტი და ეს მდგომარეობა, როდესაც ფერი არ გვაძლევს პროდუქტსა და ჭურჭელს შორის განსხვავებას, გვატყუებს და გვაცდუნებს. ჩვენ შეგვიძლია ასეთ დროს ნაკლებად ფხიზელი თვალით დავაკვირდეთ პროდუქტის ზომას, ანუ ულუფას და სწორედ თეფშის ამ შემთხვევაში უბრალოდ თეფში გვაქვს, მაგრამ შეიძლება იყოს ნებისმიერი ჭურჭელი, ჭურჭლისა და პროდუქტის ფერის დამთხევამ შეიძლება გვიბიძგოს ცოტა უფრო მეტი მივირთვათ. ანუ გამოდის, რომ როგორც ჩვენი მუცლის ფორმა, ასევე დროში დარღვეული კვება, ასევე ცდუნებები, რომელიც უკავშირდება ულუფას და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა უბრალოდ თეფშის ზომა, არამედ თეფშის ფერიც, ანუ ჭურჭლის ზომა, ჭურჭლის ფერიც შეიძლება იყოს ის საცდური, რომელიც გვაიძულებს ცოტა უფრო მეტი ულუფა მივირთვათ საღამოს სუყედ და ასეთ შემთხვევაში შეცვლილი მუცლის ზომა და ფორმა, შეცვლილი დრო კვებისა და შეცვლილი რაციონი და ულუფა. მოდით რაციონი დღეს გვერდით გადავდოთ, თქვათ მხოლოდ ულუფაზე. შეცვლილი ულუფა არ აქვს მნიშვნელობა თეთრი თეფშის სხვადასხვა ზომის თუ ფერადფერადი თეფშის ცდუნების დამსახურებით გვაიძულებს ორგანიზმი გადავიყვანოთ მდგომარეობაში, როდესაც მას უნებურად სუნთქვა გაუძნელდება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც შუქნიშნის ფერებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა, ანუ ისე როგორც უკვე ვნახეთ. მე ამით გემშვიდობებით ხვალამდე ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.